გამარჯობა. რამდენჯერმე აქამდე ვცადე გარკვეულ ასპექტებზე გამომახვილებინა ყურადღება, თუ როგორ მართავს ქართული ოცნება და რა ტიპის რეჟიმი არის ის და დღესაც მინდა ერთ მის ასპექტზე ვისაუბრო, რომელიც უნიკალური არის ამ რეჟიმისთვის და განასხვავებს მას დღეს არსებული ავტორიტარული რეჟიმებისგან. კერძოდ ეს არის ჩრდილოვანი მმართველობა და რას გულისხმობთ, რომ თქვათ რომ გადავალოთ ავტორიტარულ რეჟიმებს თვალი, თქვათ რუსეთი რო ავიღოთ, რუსეთში ძალაუფლებას ფლობს ვლადიმერ პუტინი, ანუ ვიცით ვინც არის, მას აქვს კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობა და თუ რამე გვინდა რომ თქვათ პოლიტიკურად ვიაქტიუროთ ან ცვლილებაზე, ან თქვათ თანამშრომლობაზე კონდეს ორიენტაცია, ვიცით ვისაც უნდა ველაპარაკოთ. საქართველოში პოლიტიკაში ვინც არის ვიზუალურად წარმოდგენილი მმართველი პარტიისაგან, ის რეალურ ძალაუფლებას არ ფლობს, არის შირმა და რეალური ძალაუფლება არის პოლიტიკის მიღმა, პოლიტიკის სფეროს მიღმა. და ეს არის, ვფიქრობ, ყველაზე დამღუპველი, რაც შეიძლება რომ რესპუბლიკას დაემართოს, სადაც წესით და რიგით ძალაუფლების მატარებელი უნდა იყოს ხალხი და წარმოადგენლობითობის პრინციპი უნდა იყოს მთავარი განსაზღვრელი. ანუ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ წარმოადგენს ხალხს და იმ ხალხს უნდა კონდეს პოზიცია, რომელიც არის პოლიტიკური პოზიცია. ამის გარეშე ჩვენ უბრალოდ ვერ ვისაუბრებთ სრულყოფილ დემოკრატიულ რესპუბლიკაზე, რაც საქართველოს უკვე აღარ არის დიდი ხანია. და ერთი ანალოგიით მინდა ავხსნა, რატომ არის ეს პრობლემური ჩვენთვის. კერძოდ არის ესეთი სერიალი, რომელიც ყველას გირჩევთ, ქვია Star Trek-ი, კოსმოსური ხომალდი დადის და იკვლევს რაღაც საზღვრებს კოსმოსის, სამყაროსი და ყველა სერია არის ერთგვარი სოციოლოგიური დაკვირვება ჩვენ საზოგადოებაზე. თქვათ ჩადის ეს ხომალდი სადღაც გუნდი და იქ აღმოაჩენს, რომ რაღაც ქალები მართავენ სახელმწიფოს და მე სერიის განმავლობაში ხედავთ რატომ არის ეს კარგი, რა პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს, თანასწორობას რა მნიშვნელობა აქვს. შემდეგ სერიაში თქვათ იგივე ჯგუფი მიდის და იქ აღმოაჩენს რაღაც მონათფლობელობის უკიდურესი ფორმა არის და იმას აკრიტიკებს და მოკლედ ძალიან გვეხმარება რომ საკუთარი კულტურა დავინახოთ ამ სერიალში. და ერთ-ერთი ესეთი ეპიზოდი არის, რომელსაც ქვია არმაგედონის გემო, როდესაც ეს ხომალდის ეკიპაჟი ჩადის ერთ-ერთ პლანეტაზე. და ეგეთი უცნაური სიტუაცია არის, რომ არის ორი პლანეტა, ერთი მზის გარშემო და ისინი ერთმანეთს ეომებიან უკვე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. და ტექნოლოგიები იმდენად განვითარდა, რომ ამ საზოგადოებებმა, ამ ორივე პლანეტაზე მცხოვრებმა საზოგადოებებმა თქვეს, რომ მოდი აღარ გვინდა ჩვენ ნამდვილი იარაღით ომი, კომპიუტერებმა სიმულაციით იომონ და ჩვენ თქვათ შევიყვანთ მონაცემებს, რა იარაღი გვაქვს, სად რამდენი ადამიანი ცხოვრობს და კომპიუტერმა დათვალოს რაღაც შეტაკების დროს რამდენი ადამიანი გარდაიცვალა. და კომპიუტერი როდესაც იტყვის, რომ აი ამ ომში გარდაიცვალა, მოიგო ამ მხარემ სიტყვაზე ამ შებრძოლების დროს და გარდაიცვალა ამდენი ადამიანი, სპეციალური ჯიხურები არსებობს, სადაც შემთხვევითობის პრინციპით მოქალაქეებს მიუვათ რაღაცა გზავნილი, რომ აი თქვენ გარდაიცვალეთ ამ არარსებულ ვირტუალურ ომში. ეს მოქალაქეები დგებიან, მიდიან ამ ჯიხურში და თავს იკლავენ. სუიციდის რაღაც კამერები არის. და ეს პლანეტის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ამით ჩვენ ავირიდეთ თავიდან რაღაცა დაანგრევა, სისხლი და ასე შემდეგ და რა ვიცი, მოქალაქეების თანახმანი არიან, რომ იმის მაგრივად, რომ ომმა გაანადგუროს ყველაფერი და მე თავიდან მოგვიწვიოს აშენება, ჩვენ ვომობთ ვირტუალურად და ვასრულებთ ამ პირობას ორივე პლანეტაზე, ჩვენი მოქალაქეები საკუთარი ნებით იკლავენ თავს. ეს ეკიპაჟი ვინც არის, ხო, კირკი კაპიტანი, ამაზე გაგიჟდება და აკეთებს ასაც თვლით საჭიროს, აფუჭებს ამ კომპიუტერს, დამთვრელს და ცნობილი მონოლოგი აქვს, სადაც ის უხსნის, რომ იმისთვის, რომ შენ ომზე უარი თქვა, შენ ომმა უნდა გაგანადგუროს, ანუ შენ უნდა შეეჩეხო ომის უბედურებებს, ხო? შენ უნდა ნახო სისხლი, უნდა ნახო დანგრეული შენობები, შენ უნდა აღშფოთდე ამ ყველაფრით, გული აგერიოს საკუთარ თავზე და კაცობრიობაზე, ვინც ეს ჩაიდინა და ეს გაძლევს მე საშუალებას, რომ უარი თქვა ომზე. ანუ შენ სანამ ომის ამ უბედურებებს არ ნახავ,
მანამდე უარს არ იტყვი უბრალოდ და პლანეტაზე ამ ორ პლანეტაზე პრინციპში ეგ ხდება, უსასრულოდ მიმდინარეობს ომი და ალბათ კირკს რო არ გაენადგურებინა ეს კომპიუტერი დამთვლელი, ეს ომი გაგრძელდებოდა კიდევ უსასრულოდ, ხო? და რითი გავს ახლა ეს ამბავი, თქვათ, ჩვენი რეჟიმის სიტუაციას, იმით რომ პოლიტიკაში მონაწილეობა ზოგადად გულისხმობს არა მხოლოდ იმას, რომ შენ როგორც საქართველოში უყვართ თქმა, რომ დიდი კაცი გახდი და გაძლევენ ბენზინის ტალონს, გაძლევენ ბასლეინზე სიარულის უფლებას, გაძლევენ რაღაცა პრივილეგიებს, რომ იქ ვიღაცებს ის უქნიო, თითი უქნიო და მიწები გადაიფორმო და ასე შემდეგ, ანუ მარტო ბენეფიტები არ არის პოლიტიკაში მონაწილეობა, არამედ არის პასუხისმგებლობის აღება ადამიანების ცხოვრებაზე და როგორც კი ამას აკეთებ, გამორიცხულია, რომ შენ იქიდან არ მიიღო სიყვარულთან ერთად უკმაყოფილებაც. ეგეთი რამე არ არსებობს უბრალოდ, ამიტომ ყველა პოლიტიკოსი, რომელიც არის ჩართული აქტიურად ნორმალურ დემოკრატიულ საზოგადოებაში, პოლიტიკაში, ის იღებს ადამიანების სიყვარულს, თუ ის კარგად იქცევა, მაგრამ თუ ცუდად იქცევა, აუცილებლად იღებს სიძულვილსაც. და ადამიანები ამას სხვადასხვანაირად გამოხატავენ, ხო? თქვენ რო გადაავლოთ პოლიტიკას თვალი, ნახავთ, რომ დემონსტრაციიდან დაწყებული, კვერცხების სროლი დამთავრებული პოლიტიკოსი იღებს ხოლმე ამას საზოგადოებისგან, ხო? უკიდურესი შემთხვევებიც არსებობს. თქვათ, აბრაამ ლინკოლნის შემთხვევაში მაგალითად. და პოლიტიკაში მონაწილეობა აუცილებლად გულისხმობს ამ ორივე კომპონენტს, სიყვარულსაც და სიძულვილის აღებასაც და თუ პოლიტიკით არ გინდა რომ იყო დაკავებული, მაშინ პირიქით თუ პოლიტიკით გინდა რომ იყო დაკავებული, ამაზე უნდა წახვიდე. და თუ შენ ამაზე ვერ უძლებ, მაშინ პოლიტიკაში არ უნდა იყოს საერთოდ, უნდა შეარჩიო პროფესია, რომელშიც სხვა ადამიანების ბედს არ წყვეტ მაგალითად და სიძულვილს არ იმსახურებ. და შესაბამისად, ვინაიდან ორივეზე იღებ პასუხისმგებლობას, ნორმალურ დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკოსი ფრთხილია, რომ არ დაიმსახუროს საზოგადოების უკმაყოფილება, იმიტომ რომ შედეგები არის როგორც ვახსენე, რბილიდან უკიდურესებამდე. და აქედან გამომდინარე, ის პოლიტიკოსის ქცევას, პოლიტიკოსის გადაწყვეტილებებს, ვთქვათ, იყოს კორუმპირებული, რაღაც გადააჭერბოს თავის უფლებამოსილებას და ასე შემდეგ, აბალანსებს ის, რომ ის საკუთარ თავს აი ამ მოსახლეობის წინაშე წარადგენს თავისი სისავსით და მზად არის რომ აიღოს პასუხისმგებლობა, მათ შორის უკმაყოფილება. და ჩვენთან რა ვითარება არის, რომ ის ვინც წესი და რიგით არის ყველაფერზე პასუხისმგებელი, პასუხისმგებლობის ველის გარეთ არის და მას ყოველთვის ყავს ვიღაცა შირმად, სადაც ეს რაღაცა ვირტუალური სივრცე არის პოლიტიკის, ვიღაცები ისჯებიან, ვიღაცები გადადგებიან, ვიღაცები ბრუნდებიან, ვიღაცები საერთოდ ქრებიან, მაგრამ უშუალოდ პასუხისმგებელი პირი ყოველთვის დაცული არის იმისგან, რომ უკმაყოფილება მასზე იყოს მიმართული. და ეს მისთვის, ანუ ივანიშვილისთვის კონკრეტულად არის იდეალური სცენარი, ანუ ყველასთვის, ახლა წარმოიდგინეთ, აკეთებ პოლიტიკას და უკმაყოფილება მიემართება სხვაგან. პასუხისმგებლობას იღებს სხვა შენს მაგივრად, მაგრამ როგორც ვახსენე, დემოკრატიისთვის ეს არის კატასტროფა, იმიტომ რომ თუ პოლიტიკოსმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აიღო, უბრალოდ არაფერი არასდროს არ შეიცვლება, როგორც ის ომი გრძელდება იმ პლანეტებზე უსასრულოდ, ასე უსასრულოდ შეიძლება ივანიშვილს რო იყოს პოლიტიკაში ისე რომ პოლიტიკაში არ იყოს. და ეხლა რა პროცესსაც ვადევნებ თვალს, სინამდვილეში არის აი რაც მოვყევი მაგის ეს არის გაგრძელება არის, იმიტომ რომ პირველ ერთი მხრივ ჩვენ ხედავთ რომ ის ვინც შირმა არის, ძალიან ნერვიულობს უკმაყოფილებაზე და ამიტომ გაზარდა ჯარიმები იმისთვის, რომ მოქალაქეებმა უკმაყოფილება არ გამოთქვან, ანუ რაღაცნაირად თვითონაც ხვდებიან, რომ თვითონ თითქოს რაღაცა იმის თოჯინების ფუნქციას ასრულებენ, მაგრამ მთელი უკმაყოფილება საზოგადოების მათკენ მიემართება და ის მათ არ მოსწონთ და ამიტომ ცდილობენ, რომ ამ ჯარიმების გაზრდით რაღაცნაირად ეს უკმაყოფილება მოკლან, რაც აბსოლუტურად არ გამოუვათ. მათ ძალიან კარგად უნდა სწოდნოდათ, როდესაც ვთქვათ, დიდ გადაწყვეტილებებზე წავიდნენ, როგორც არის მაგალითად ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლა, რომ უკმაყოფილება იქნებოდა და უბრალოდ ჯარიმებით ამ უკმაყოფილებას ვერ ჩაახშობ. ესე არ მუშაობს პოლიტიკა. და მეორე მხრივ, ივანიშვილს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ ეხლა ის იბრძვის იმისთვის, რომ ყველაფერი დარჩეს ისე, როგორც ეს იყო მანამდე, სანამ ის პოლიტიკის გარედან აკონტროლებდა პოლიტიკას და ზუსტად ამიტომაც მაგალითად ყველა პირად ურთიერთობას, ვთქვათ, ელჩებთან, დასავლეთთან და ასე შემდეგ ირიდებს და გადაამისამართებს ყველას
კობაღიძისკენ, ან თქვათ სხვა პარტიის თანამშრომლებისკენ, ხო? ანუ ის ცდილობს რაღაცნაირად დაუბრუნდეს მოცემულობას, როდესაც ელჩების და სხვებიც ესაუბრებოდნენ პარტიაში მყოფ ხალხს და ივანიშვილი ყავდათ პოლიტიკური პროცესების გარეთ. თითქოს, მაგრამ ეს ვეღარ მოხდა, იმიტომ რომ უშუალოდ თქვათ სანქციებს რაც შეეხება, მასაც შეეხო, ყოველთვის თვითონ ესე თვლის და რაღაცნაირად მიხვდა რომ ის დაზიანდა და ეხლა ცდილობს რომ აღადგინოს ისევ ის მდგომარეობა, როდესაც ის პასუხისმგებლობისგან ჩახსნილი არის და ყველაფერზე პასუხისმგებელი არის სხვა. მაგრამ პარადოქსი ის არის, რომ ადრე არსებული სიტუაციიდან განსხვავებით დღეს დასავლეთი აღარ აპირებს რაღაც კობახიძესთან, ან თქვათ პარტიასთან საუბარს, იმიტომ რომ აღარავინ აღარ იბრმავებს თავს იმაზე, რომ ვინ არის ქვეყანაში რეალური პოლიტიკის მატარებელი ან განმახორციელებელი და ვინ უნდა იყოს ყველაფერზე პასუხისმგებელი. და მე ვფიქრობ, რომ ეხლა მაგ ბრძოლაში ვართ, რომ ივანიშვილი ცდილობს, რომ პასუხისმგებლობა დააბრუნოს პარტიისკენ, მაგრამ ჯერჯერობით დასავლეთი კარგად დგას და უტოვებს მას პასუხისმგებლობას და არ ეპოება და არ ცდილობს, რომ დაუბრუნდეს მანამდე არსებულ მოდელს, რომელიც ისევ არამხოლოდ ჩვენი შიდა დემოკრატიისთვის იყო დამოუკიდებელი, არამედ საბოლოო ჯამში დასავლური დიპლომატიისთვისაც კრახი აღმოჩნდა ამგვარი პოლიტიკის წარმოება ივანიშვილთან. ამიტომაც ეხა ისევ რომ რაღაცნაირად შევაჯამოთ, ჩვენთვის როგორც დემოკრატიული რესპუბლიკისთვის უმნიშვნელოვანესი არის, რომ პოლიტიკის მიღმა პოლიტიკა არ არსებობდეს, რომ პასუხისმგებლობა იყოს პოლიტიკის სფეროში დაბრუნებული და თუ იმეს ისევ ჭირდება არგუმენტი, თუ რატომ უნდა შევცვალოთ ეს ვითარება, იმიტომაც უნდა შევცვალოთ, რომ ესე როგორც ქვეყანა ვერ განვითარდებით, როგორც საზოგადოება ვერ განვითარდებით, უბრალოდ ტექნიკურად წარმოუდგენელი არის და დააკვირდით მაგალითად პოლიტიკოსებს ოპოზიციაში, აი ეგ არის ნამდვილი პოლიტიკა სინამდვილეში, ხო? ჩვენ ხედავთ ხალხს, რომელიც ციხეში ჩაჯდა, ყოველგვარი იმის გარეშე, ორჭოფის გარეშე, ჩვენ ხედავთ ხალხს, რომელიც აქციებზე დადიან და იღებენ უკმაყოფილებას, ხედავთ ხალხს, რომელიც თუნდაც საზოგადოებისთვის არასასრულ განცხადებებს აკეთებენ მსჯელობის თვალსაზრისით და შემდეგ ამ პასუხისმგებლობასაც საკუთარ თავზე იღებენ, ეგეთი უნდა იყოს პოლიტიკა ყველგან. ანუ რაღაცა ჯარიმები არ უნდა ბლოკავდეს უკმაყოფილებას და ეს რაღაცნაირი ვირტუალური ჩრდილოვანი მმართველობა არ უნდა იყოს პოლიტიკაში და ისევ ეს არის ერთადერთი შანსი იმისთვის, რომ პოლიტიკოსებმა მართლა აკეთონ ისაც რისის სწამთ, იმიტომ რომ თუ მართლა არ გწამს, მაშინ უკმაყოფილებაზე არ წახვალ უბრალოდ, ანუ გერჩინება, რომ რაღაცა მშვიდი ცხოვრება ატარო. ამიტომ ცვლილება აუცილებელი არის, ჩვენ უნდა დავაბრუნოთ პოლიტიკა პოლიტიკაში და არასდროს აღარ უნდა შევქმნათ მოდელი, სადაც პასუხისმგებლობისგან იქნება მთლიანად დაცლილი პოლიტიკა. სხვანაირად, არ ვიცი, დიდად რაც განვითარების ან კეთილდღეობის ან რამე სხვა ღირსეული ცხოვრების წარმოების საშუალება ამგვარი პოლიტიკით უბრალოდ არ გვექნება. დიდი მადლობა, დროებით.